კაი გამარჯობა, მე ციგნი ვარ, უბრალოდ კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეობა ერთი ციგნის წარდგენის დღე და მინდა ერთი ძალიან კარგი ციგნი გაგაცნოთ, რომელზეც კარგსაც ვერ ვიტყვით, ეს არ არის კარგი ციგნი, ეს კარგზე კარგი ციგნია. ეს არის ჯემალ ქარჩხაძის ციგნი ანტონიო და დავითი. სულ მეგონა რომ იგის საკითხვის მერე ქარჩხაძის კიდე რა უნდა ქონოდა ესეთი საოცარი, მაგრამ ძალიან შევცდი იგის ძვირფასესთან ერთად, ასევე ძალიან ძვირფასი ციგნია ანტონიო და დავითი. ეს არის ციგნი მოგზაურზე, ყველანი მოგზაურები ვართ ჩვენ ამ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის მოგზაურზე, რომელიც საქართველოში აღმოჩნდება და ადამიანზე, რომელიც საქართველოშია, არის მეგობრობაზე, მტრობაზე, რწმენაზე, ადამიანობაზე ეს ციგნი მთლიანად და ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ამბავს ვიპოვით ამ ციგნში, რომელიც კეთილად აგვაფიქრებს, სხვანაირად აგვანახებს ცხოვრებას, სამყაროს და შეიძლება საკუთარ თავსაც. ანტონიო დავითთან ერთად შეიძლება კიდევ ვქნაოდა ანტონიო დავითი და ბართლომეო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი ამ ციგნში და მთხრობელი, ან შეიძლება თავად ავტორიც ერქვას ამ ციგნს, იმიტომ რომ თვითონ არის ალბათ ავტორი ამ ციგნის ავტორი არის ანტონიო დავითიც და ბართლომეოც ერთად აღებული. მოკლედ ნახოთ ციგნი, მე ამ ციგნიდან ამუნარიდებს აგიკითხავთ პატარ-პატარა ნაკვესებს, რომელსაც ჩემთვის გავაფერადებ ხოლმე ესე ფანქრით. ზოგჯერ არის ხოლმე რომ სხვადასხვა ფანქრით მაქვს ხოლმე გაფერადებული ციგნში, ჩემთვის საინტერესო ამბები. მოდით დავიწყოთ, გადავშალოთ და ვნახოთ რა შევარჩიე და რა ციგნებია, რა წინადადებებია ჩემთვის აქ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ მე პატარა ნაწილს, რამდენიმე ნაწილს აგიკითხავ. მე ვიწერ ხოლმე კიდევ ბლოკნოტში ამ გახაზულ ნაწილებს, ამუნარიდებს და ესე ბლოკნოტიდანაც შემიძლია წავიკითხო. მოკლედ ნახოთ ჯემალ ქარჩხაძის ანტონიო და დავითი. ამუნარიდები, პატარა ნაკვესები. ციგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობაა, რადგან ადრეც მწამდა და ახლაც მწამს, რომ კაცმა თუ რამე ცოდნა შეიძინა, იგი ვისმე უნდა დაუტოვოს. თან თუ წაიღოთ, ცოდვა ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება. არ ვიცი, მე მაგალითად სანამ ვიტყოდე იმას, რაშიც დარწმუნებული ვარ, უკვე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვწდები. ტანჯოა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შენს აზრს თავისუფლად არ გათქმევინებენ, რომ შეიძლება თავისუფლად ფიქრსაც კი აგიკრძალავდნენ. მისთვის ცოდნა იყო პური, რომელიც მის არსებაში იხსნებოდა და სიცოცხლის ნიშნად იქცეოდა. ჩვენ ყველანი მშიშრებად კი ვიბადებით, მაგრამ ყველანი ლაჩრები არ ვართ. შენ ლაჩარი გამოდექი და შიშის დაძლევას, შიშის დამალვა ამჯობინე, რადგან შიშის დამალვა უფრო ადვილია ვიდრე შიშის დაძლევა. მოკლა უფრო ადვილია ვიდრე გადარჩენა, გაძარცვა უფრო ადვილია ვიდრე დახმარება, წაქცევა უფრო ადვილია ვიდრე წამოყენება, სიძულვილი უფრო ადვილია ვიდრე სიყვარული. შენ შენს თანდაყოლილ შიშს ვერ გაუწელი, ლაჩრად იქეცი და იოლი გზა აირჩიე. შენ ყველაფერს გეშინია, რაც შენს გარეთაა, ამიტომ ცდილობ, რაც შეიძლება, რაც შენს გარეთაა, ყველაფერი მოსპო, მაგრამ ეს შეუძლებელია. მთელი ქვეყანა რომ მონად გაიხადო, შენ შიშს მაინც არაფერი ეშველება. შიშისა კი არ მეშინია, რადგან გამოცდილებით ვიცი, რომ სიცოცხლე იმად არ აღირს, მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე. როგორ დაძლია შიშის შიში? ცოდნას რა ადგილი აქვს შენში? ნაძალადების სიკვდილი უაზრო სიკვდილია. კაცი რომ სიმართლის გზას მიაგნებს, მისი შველა უკვე ძალიან ძნელია. იმასაც ხედავ, რომ ამ ქვეყნად მტყუანს ისე არ დევნიან, როგორც მართალს. ახლა ყველა სიტყვა ჩანს. ახლა სიტყვები გულში რომ შემოდიან, ხნულს ავლებენ და კვალს ტოვებენ. ადამიანის სამყაროს ჰარმონიიდან ამოვარდა და მარტო დარჩა. სიმართლე ისევე მოითხოვს სისხლს, როგორც უსამართლობა. ისეთი ლამაზე იყო და ისეთი უმწეო, როგორც შეგინებული ხატი.
ყვილად გგონია რომ თუ საკუთარ თავზე შური იძიე, ამით გათავისუფლებას ეღირსები. თუ ღმერთი მართლა ყოველთვის ხედავს და მაინც ითმენს. ეს ხალხი თითქოს ორმაგი შიშით იყო შეგრული. ეშინოდა და რომ ეშინოდა, იმის ეშინოდა. სანამ ბოროტება სიძულვი არ განელებია, მანამ სიკეთე ცოცხალია. ქვეყანა მაშინ იღუპება, როცა ეს ტანჯვის უნარი აღარავის შერჩება. რაც ამოხსნილია, ყველაფერი იოლია. მე გრძნობდი, რომ სიჩუმე ჩვენი საუბრის გაგრძელებას წარმოადგენდა. მოდი აქ გავჩუმდით. დავაპაუზოთ, დანარჩენი შეგიძლიათ თქვენს წაიკითხოთ. ერთ დღეში საკითხავი წიგნია, რომელიც ბევრ დღეს დაგვაფიქრებს სინათლესა და სიბნელეზე, კარგსა და ცუდზე, შავსა და თეთრზე, სიყვარულსა და ბოროტებაზე, ადამიანსა და არა ადამიანზე. დიდი მადლობა, სულ ეს იყო ლიპარასკევობა. შემდეგ წიგნამდე და შემდეგ ამბავდე გემშვიდობებად. დროებით.